მოგესალმებით მეგობრებო. დღეს ჩემი სტუმარია ლევან მეტონიძე. მოგესალმები ლევან. მოგესალმებით. და თქვენ კარგად იცით, ვინც თვალყურს გვადევნებთ, რომ მე ვიმყოფები ნიუ-იორკში, კერძოდ ბრუკლინში და ლევანი იმყოფება გერმანიაში, კერძოდ ბერლინში. და ჩვენი სასაუბრო თემა იქნება ძირითადად, რა თქმა უნდა, თუ რა გამოიწვია ხელისუფლების ეს გადაწყვეტილება გულისხმობ ემიგრანტების ხმის მიცემის უფლების შეზღუდვა, შეიძლება შეზღუდვა ხმა მაღალი ნათქვამია, მაგრამ ობიექტური გარემოებიდან ჩვენ ეს ფაქტი მივიღეთ. და შემდეგ რას გამოიწვევს ეს ყველაფერი. და შემდეგ, კიდევ ჩამოშლით მიმდინარე საკითხებს, ბუნებრივია უკრაინის შევეხებით და მოკლედ ასე და ამგვარად. ლევან, რას ფიქრობ შენ? რას გამოიწვევს და ძალიან მაინტერესებს, კერძოდ გერმანიაში რა მოისმენი ამასთან დაკავშირებით, რა განწყობებია, მე ჩემს ნიუ-იორკის ამბებს გეტყვი და გავუღვით. რას ფიქრობ? ხო, პირდაპირ რო ვთქვათ, ნეგატიური გადაწყვეტილებაა ცალსახად, რადგან ჩვენ ემიგრანტები, ეს ერთ-ერთი ბმა არის სამშობლოსთან, როდესაც შენ შეგიძლია დააფიქსირო შენი ნება პოლიტიკურ პროცესზე სამშობლოში. და როგორც ჩანს, ემიგრაციას მაინც აქვს გავლენა. კი აცხადებენ, რომ მცირე ნაწილმა მიიღო მონაწილეობა და ეს, ვთქვათ, დიდ გავლენას პროცენტულად არ ახდენს. მაგრამ ის, რომ ემიგრანტები, მაგალითად, დასავლეთში მცხოვრები ემიგრანტები, ხაზგასმა მინდა და დასავლეთში მცხოვრებ ემიგრანტებზე, იმიტომ რომ ერთხელ კომენტარში მოგწერეს, რომ ის რუსეთში მცხოვრებ ემიგრანტებზე რატო არ საუბრობთო და აი შევეხოთ ამ თემას. ჩემი აზრით, ჩვენ წინა გადაცემაშიც აი სნობიზმზე ვისაუბრეთ და მე ვფიქრობ, რომ რაღაც კავშირში არის და ის რაღაცნაირად ეს გადაწყვეტილებაც, ვთქვათ, მე მოყვა თითქოს ჩვენ საუბარს და ანუ რო გავიხსენოთ, ვთქვათ, ის საუბარი ინტელექტუალური სნობიზმი ვახსენეთ მაშინ და მინდა ეს კიდევ უფრო გავშალო, რომ მაყურებელმა კარგად გაიგოს. ესე იგი, ადამიანი, რომელიც ცხოვრობს საქართველოში და მას აქვს თავისი ერთგვარი პოლიტიკური კრედო შეხედულებები აქ ლიბერალური, ის ბუნებრივია დასავლეთისკენ მიიწევს, დასავლეთთან აქ ბმა თავისი იდეოლოგიური სააზროვნო კოორდინატებით და ამასთან ერთად ის თავის სამყოფელ გარემოს თვლის პერიფერიად, ხოლო დასავლეთს თვლის ცენტრად. ანუ ამერიკა არის ცენტრი, ევროპა არის ცენტრი, რომელია სამყაროს ჭიპი, ეხა ეს სხვა თემაა, ვთქვათ, ინტელექტუალის სნობის იმაში გონებაში, მაგრამ ყოველ შემთხვევაში საქართველო არის მისთვის პერიფერია, ხოლო დასავლეთი არის ცენტრი. და ადამიანი, როდესაც დაიძრება ცენტრისაკენ და პერიფერიას დატოვებს, ის აღმოჩენილი ცენტრში თავს მიიჩნევს უპირატესად. და აი მე მოვაყოლე ტერმინი, რომელსაც უწოდე გეოსნობიზმი. ანუ როდესაც უკვე შენ შეიცვალე შენი ადგილსამყოფელი ლოკაცია, ბარბარიზმი რო გამოვიყენოთ და აღმოჩნდი ცენტრში და შენი მდგომარეობით, შენი სააზროვნო სივრცით და ასე შემდეგ ცენტრში იმყოფები როგორც ტერიტორიულად, ასევე აზროვნებითაც ცენტრალურ ფიგურად ვიგაჩნია თავი. და ასე არის დიდი ჯგუფი, ასე ვთქვათ, რომელიც ამ შემთხვევაში უპირისპირდება ქართულ ოცნებას, რომელზეც აცხადებენ, რომ ქართული ოცნება საქართველოს მიექანება რუსეთში, ხოლო ამ ადამიანებს უნდათ, რომ საქართველო მოხვდეს დასავლეთში. და აქედან გამომდინარე, ეს ქმნის გარკვეულ გავლენას, როგორც ჩანს, ის ხალხი, ვინც რჩებიან საქართველოში, ანუ პერიფერიაზე, მათი შეხედულებით, ის ხალხი საკმაოდ, როგორც ჩანს, იკვებება იმ ხალხისაგან, ვინც იმყოფება ცენტრში.
იდეოლოგიურად გარკვეული ქცევის წესებით თუ ასე შემდეგ და ასე შემდეგ და შესაბამისად ეს გავლენები როგორც ჩანს იგრძნობა და აქედან გამომდინარე მოხდა ისე რომ ამ ადამიანებს მიუხედავად იმისა რომ თქვა დიდი რაოდენობისა ესენი არ არიან მაინც გარკვეულ ამის ქმნიან რადგან ჩვენ ვხედავთ რომ ეს შუქდება კარგად კარწინკა იდგმება ასე ვთქვათ რომ კარწინკა იდგმება დასავლეთში ყველაზე განვითარებული ქართველები რომლებიც ცხოვრობენ ცენტრში ისინი ასე თვლიან და რახან ისინი ასე თვლიან და მიაჩნიათ ესე იგი ეს არის სწორი და შესაბამისად პერიფერიაზე მყოფ ქართველებს ინტელექტუალ სნობებს აი ისინი აძლევენ ერთგვარ საკვებს ამ ინტელექტუალურს და გამომდინარე აქედან ხელისუფლებამ როგორც ჩანს ჩათვალა რომ ეს გეოსნობების რაღაც შეკვეცა მომხდარიყო მათი გავლენების, მათი ხმების კი არა იმდენად, არამედ მათი გარკვეული გავლენების. და ეს ვფიქრობ, რომ არც თუ ისე სწორი გადაწყვეტილებაა. ეს არის როგორც ჩანს უფრო ოცნების საპასუხო ქმედება კონკრეტულ მოვლენებზე, ვიდრე მათი ინიციატივა და ანუ ვიდრე მათი პირველი ნაბიჯი. და ასეა, თუ კი ეს საპასუხო ქმედებაა, ამას აუცილებლად მოყვება კონტრქმედება და ეს კონტრქმედება შეიძლება იყოს ამგვარი, მაგალითად შეიქმნას დასავლეთში, გნებავთ ევროპაში, გნებავთ ამერიკაში, უკვე იმ დროისათვის თქვათ, როდესაც არჩევნები მოაწევს, შეიძლება ეს იყოს ადამდელი არჩევნები, შეიძლება ეს იყოს გეგმიური არჩევნები, მაგრამ მე ასე ვფიქრობ, შეიქმნება გარკვეული პუნქტები, სადაც ადამიანებს დაიბარებენ და ეტყვიან, აბა ვისა გაქვთ სურვილი საქართველოში გაფრენის და ვისა გაქვთ განწყობა რომ მისცეთ ოცნების საწინააღმდეგო ხმა. შესაძლებელია მოხდეს ჩარტერული რეისების გამოყოფაც, გარკვეული დაფინანსების გამოყოფაც, ვისაც ექნება სურვილი რომ ოცნების წინააღმდეგ ხმა მისცეს. და ასეთი ადამიანები გამოჩნდებიან საკმაოდ ბევრი. და მე რა შეიძლება მოიმოქმედოს ოცნება. აი ამაზე არ ვიცი თუ დაფიქრებულა ვინმე. ნუ ეს ამას შეიძლება კიდეს მეორე მხარე კონდეს მედალს, რომ თქვათ მაგალითად ის ადამიანები, ვინც არ არიან აქტიურების, აი საარჩევნო თვალსაზრისით, ოცნების მხარდამჭერები მაგალითად, ან ნეიტრალურები, ხო? თუ კი ისინი დაინახავენ, რომ ამგვარი სიტუაციაა, მაშინ შეიძლება მათაც მოინდომონ საქართველოში ჩასვლა და ოცნების სასარგებლოდ ხმის მიცემა. ანუ გესმით, რაღაც პროცესებს გამოიწვევს ეს უეჭველი. რადგან შეგვიძლია გავიხსენოთ აი ეს როდესაც სააკაშვილის რეჟიმმა ოპოზიციური ტელევიზიების ჩახშობა დაიწყო და სატელიტურ ანტენებს რო გრძალავდა გაყიდვას თუ გახსოვთ. რა ქნეს ემიგრანტები ჩამოდიოდნენ სატელიტური ანტენებით, თეფშებით. ეს იყოს ძალიან მაგარი კარწინკა რა, რასაც ქვია რა, პიარული თვალსაზრისით. ეს ამავე დროს იყო ძალიან ემოციური ჩვენთვის, რომ აი ჩვენი პატრიოტი ემიგრანტები მოდიან ჩვენს დასახმარებლად, სამშობლოს დასახმარებლად, ჩახშულის სიგნალების აღსაღდგენად. გესმით, ანუ ეს იყო ძალიან ეიფორიული და გადატეხა, ამან ძალიან მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ამ თემის იმაში გადატეხვაში და ის მე როგორც იმაჩნია იყო სპონტანური და თითოეული ადამიანის მიერ გადადგმული ნაბიჯი და აქ შესაძლებელია ეს დაორგანიზდეს კიდეც. რა თქმა უნდა. მომდით ფული არის, ბილეთს გიყიდით და აბა წავიდა. ჩადი და ხმა მიეცი, ხო? ჩადი ხმა მიეცი. ანუ კონტრქმედებები არის მოსალოდნელი და აი ოცნების მე კონტრქმედებები რა იქნება ეს არის საინტერესო. ხო, აქ ამერიკაში როგორ არის? აი მაგ ჩარტელურ რეისების შანსი ნაკლებია ხა მით უმეტეს ძველი ადმინისტრაცია რომ ყოფილიყო მაინც არ გამოვიდოდა ხა იცი იმიტომ რომ 9 საათიანი დროის სარტყელური სხვაობაა და პლუს აქედან
თვითმფრინავის გადმოფრენა მაგით საკმაოდ რთული ამბავია. ბოდიში ანიკა, რატომ ამბობ, იცი ახლა მე ტექნიკური თვალსაზრისით კი არ დავობ. მეც ირონიით ვამბობ. ირონიით არა, გარკვეული გადადეთ მნიშვნელობა. თუ კი მაგალითად ახლა საქართველოს ფუნქცია კვლავ იგივეა, რაც იყო ომის დაწყებამდე და ომის დროს. თუ ფუნქცია იგივე რჩება და მე მგონი რჩება იგივე ფუნქცია, მეორე ფრონტი გულისხმობ. რამოდენიმე 1000 კაცის გამოშვება, გნება ჩარტერული რეისით ან ბილეთის ყიდვა კონკრეტული ადამიანისთვის და კარწინკისთვის, ეს არის ისა მზესუმზირის ფული. კი. გარკვეული ძალებისთვის. იმიტომ რომ ეს ძალიან სერიოზული თემაა და მე ვფიქრობ არ არის ისა ხელწამოსაკრავი ჩემი აზრით. კი ბატონო, გეთახმები, ამას შეიძლება პირდაპირ ფიზიკური ეფექტი არ ქონდეს და მართლა ეხლა 10 რეისი არ გამოუშან ეხლა ყველამ ვიცით ხო Airbus-ში 300 კაცამდე ჯდება, აი 240, რამდენი უნდა გამოუშვა რომ კრიტიკული მასა შექმნა, მე მივხვდი. შენაბობ, მაგრამ 2-3 თვითმფრინავი მართლა საკმარისია. მე აეროპორტში იქნება დახვედრის კადრები, ხო? დროშები და ასე შემდეგ, იქ მიშას ფოტოები და ამას აყვება ერთი მეორე და ასე შემდეგ. ამერიკიდან ეჭვმეპარება რომ ტრამპის ადმინისტრაციამ თუნდაც ერთ თვითმფრინავი გამოუშვას, მაგრამ არ არის გამორიცხული რომ ვიღაცა მითაოს ეს. აბსოლუტურად გეთახმები. კი. აბსოლუტურად გეთახმები. მე უბრალოდ იცი რაზე მაქვს ცოტა გულდაწყვეტის განცდა რომ აი ამერიკის შეერთებულ შტატებში მე პაპუაშვილის განცხადებას მოусმინე გუშინი რაც თუ გუშინ აღარ მახსოვს სადაც თქვა ზუსტად აი ნეგატიურ მოვლენებზე ეხლა მას ჰქონდა მაგალითისთვის შენ უკეთ იცის გერმანიის მაგალითი მოიყვანა როცა ერთ-ერთ ამომრჩეველს საქართველოს მოქალაქეს ჰქონდა ესე იგი დასტური ფოტო ქონა გადაღებული აი მიმოწერის რა რომ ემუქრებოდნენ რომ საიმიგრაციო სამსახურში და შემდეგ ამერიკაში კერძოდ ნიუ-იორკში შეიქმნა Facebook სივრცეში 2 თუ 3 პლატფორმა სადაც იყო მოწოდებები 24 წლის შემოდგომის არჩევნებამდე ბუნებრივია რომ ყველა განსხვავებული ადამიანის კოორდინატები, სახეები, სახელები, გვარები, ფოტოები, ესე იგი ვინც ადმინი იყო ამ პლატფორმის, ისინი ითხოვდნენ. მოგვაწოდეთო იმ მიზნით, რომ სახელმწიფო დეპარტამენტს გადავცეთ მათი სახელი, გვარები და ვინაობა და ადგილმდებარეობის მისამართები. და ხა შენ იცი მე ბუნებრივია აქ ვარ. ძალიან ბევრი უკვე მაგ პერიოდისთვის იყო მექსიკიდან გადმოსული. ეს ის ხალხია, რომელიც არის ყველაზე მოწყვლადი. გამომდინარე იქიდან, რომ არასაბუთი არაფერი, ტემპორარები არიან. ბევრი იყო გრინ-კარდიანი და ემუქრებოდნენ, რომ გრინ-კარდი მოქალაქეობაში ხო გინდა რომ გადაიყვანო, აი ვერ გადაიყვან, იმიტომ რომ შენზე წავა დანოსი. დანოსი არ მიხმარია, იმიტომ რომ ქართული სინონიმი არ ვიცი ამ სიტყვის, ამას დანოსი ქვია. შენზე წავა დანოსი და ასე შემდეგ და რაც პაპუაშვილმა მოიყვანა, ეს უსაფუძვლო არ იყო, ეს ამის მე თვითონ ვარ შემსწრე რა. მაგრამ აქ არის მეორე მომენტი. მე მინდა მხარი აგიბა იმ მიმართულებით, რომ ორი მომენტია. ერთი, რომ დაუშვათ საქართველოს მოქალაქე ვინც არის. პასპორტი აქვს, ნუ ბუნებრივია, ორმაგი მოქალაქე უნდა ქონდეს. რომ პასპორტი არ ნიშნავს იმას, რომ საქართველოს მოქალაქე რჩევა, ალბათ იცი ეგეც. გერმანიაში არის, მე მგონი, ხო, ორმაგი მოქალაქეობა. კი. ხო, და უნდა ქონდეს წვანებარათი. ხო, და წარმოიდგინე, უნდა აიღო ბილეთი, გადაფრინდე, რომელიც ჯამში ალბათ 2 გზა თუ რაღაცა პრომოუშენი არ მოარტყი, ალბათ ჯდება $3000 უცოტა. ეს არის დაკარგული ერთი კვირა. დაკარგული როგორ ხარ? როცა მოქალაქეობრივი პასუხისგებლობა გაქვს, შენ 1 წლის მაშინ რა ქვია, გრაფიკში თუ საქართველოს გინდა შენი, ესე იგი, ხმა შენი მოქალაქეობრივი პასუხისგებლობა გამოიჩინო, ამ ერთ კვირას გამოყოფ. მithumetes შაბათ კვირა ეთქვევა აი ამ რამდენიმე დღეში. და ჩამოფრინდები. ეს არის წმინდა წყლის ტექნიკური ამბავი და ნუ ბუნებრივია სურვილი. მაგრამ ვისაც აქვს დროებითი საბუთი. მას არ აქვს უფლება რომ ქვეყნიდან გავიდეს.
გავა თუ არა ქვეყნიდან უკან ვეღარ შემოbrunდება. და ესეც არ არის დაუშვათ დასაძრახი ხა. შეიძლება მავალმა თქვას, რა თუ სამშობლო გიყვარს, გამოდი და ნუღა შებრუნდები, მაგრამ როცა თბილისში სახლი გაგაყიდული, კარი გაგაყიდული, ან დაგირავებული გაქვს, სულშვილი ყავს ნაქერებში დატოვილი და შენ იმითო წამოხვედი, რომ შენი ყოფითი პირობები გაეუნჯობესო ელემენტარულად, იმიტომ რომ ნუ არა აქვს მაგას ახლა ამ შემთხვევაში გადაწყვეტილი მნიშვნელობა რა მიზეზი წამოხვედი იქ რატო ვერ აეწყო იმ რეალობას. ეს ეხლა ამ განხილვის თემა არ არის. ფაქტზე ვისაუბროთ, ხო? ჩამოვიდა მამაკაცი და ოჯახი ყავს იქ და კიდევ უარეს გეტყვი. ჩამოვიდა ოჯახი. ახალგაზრდა ოჯახი 2-3 შვილით. ზოგი წრულშვილიანია, ზოგს ერთი შვილი ყავს, მაგრამ ზოგი პატარა, ზოგი მოზარდი. ხვდები ეს რამხელა რამეა? და ეხლა ერთი ოჯახის წევრი, მაგალითად, სავარაუდოდ მამაკაცი უნდა წავიდეს და არის იმის შანსი, რომ უკან ვერ შემოვიდეს. და ირღვევა საერთოდ ყველაფერი ამ ოჯახისთვის. შესაბამისად ეს დაკარგული ხმა არის. და გამომდინარე იქიდან, რომ მე მაგათ პრეტენზია მაქვს 24 წლის არჩევნებზე, ოცნებისთვის, იმიტომ რომ რაც მანჰეტენზე ხდებოდა საკონსულოში, მე არ ყოფილა, მაგრამ ჩემი მეგობრები იყვნენ, ნუ იქ იყო წარმოუდგენლად არათანაბარი, არასწორი დამოკიდებულება. იმიტომ რომ საკონსულო თავის სიმაღლეზე ვერ იდგა. გამომდინარე იქიდან, რომ ერთი ახლა იმის უფლება არ ქონდა, რომ ესე იგი იდეოლოგიური ვექტორები გაითამაშებინან, კონსოლი გამოსულიყო და ითქვა, რომ არა ესე მოიქეც და არა ესე, მაგრამ იქ ვინც ხელისუფლების მომხრე იყო, ფაქტობრივად აღმოჩნდნენ იმაში, რა ქვია, უმცირებაში და მორალურ პრესში, ბულინგში. და ეს იმიტომ იყო გაკეთებული ესე, რომ არასწორად იყო დაგეგმილი თვითონ საკონსულოს მუშაობა. უამრავი რიგი ესე ქუჩაში ჩამოდიოდა, ხალხი იდგა და ასე შემდეგ. და საკონსულო და ესე იგი ოფიციალური მხარე რატო ახსენე? კერძოდ საგარეო საქმეთა სამინისტროს მუშაობა. იმიტომ რომ საბოლოო ჯამში რაც პაპუაშვილმა თქვა, რომ სულ რაღაც 30,000 ემიგრანტი აძლევს თურმე ხმას არჩევნებში. ესე იგი ეს თუ ის კრიტიკული მასა არ არის. მაშინ ხო გამოდის, რომ არის ფაქტობრივად აკრძალვის მეთოდით მუშაობა. როცა შეიძლებოდა მაგალითად კომუნიკაცია დაემყარებინა. აი იგივე აგიტაცია გაეკეთებინა, ასე შემდეგ. ეს რა გამოდის იცი, რომ ესე იგი ვერ ძლებს ამ საკითხს, არ შედის დიალოგში და უბრალოდ ჭრის. ეთახვები, ხო? ნაწილობრივ ეთახვები, ესე იგი რაში არ გეთახვები მას გეტყვი თავიდან, როდესაც ეგრეთ წოდებული რუსული კანონი შემოიღეს ოცნება, იქ პირდაპირ მეორე მხარე, მოწინააღმდეგე მხარემ გამოაცხადა, რომ დიალოგში არ შევდივართ, იმიტომ რომ მთავრობა აცხადებდა, რომ მოდით ვისაუბროთ და თქვენი არგუმენტები წარმოადგინეთ. რამოდენიმე ადამიანმა გამოავლინა სურვილი, მაგალითად, ყოფილმა საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯანელიძემ, ოცნების მინისტრმა. რომ აი მე მაქვს შეკითხვები ამის საწინააღმდეგო არგუმენტი ასე შემდეგ. იმ წუთასვე გააჩერეს, რომ არ წახვიდა დიალოგზე. კიდე რამოდენიმე ადამიანი გამოვიდა ესეთი ცნობადი სახეები, იურისტები და ასე შემდეგ. თქვათ შეეძლო პოლემიკაში შესვლა. ისინიც ჩახსნეს. ანუ დიალოგ მერე საერთოდ ქალბატონმა პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა თქვა, რომ დიალოგში შესვლაო თუ არ ვწდები, ახლა მე მგონი არ ვწდები. დიალოგში შესვლა ეს არისო ჩვენთვის წამგებიანია. და ახლა კონკრეტულ საკითხზე, რომელიც მთავრობამ გამოიტანა და სადაოა, იქ თუ დიალოგში არ შედიხარ და ძალისმიერად კიდე რაღაც გადატეხო, ეს უკვე წაგებული ხარ იმ თავითვე. მაგრამ ახლა ჩვენ საუბარი გვაქვს დიასპორასთან. დიასპორა, რომელიც არის ძალიან მოსაფრთხილებელი და ესეთი კომუნიკაცია რო არ უნდა დაკარგო და მუდმივად რომ რაღაც მაჯისცემაზე ხელი კონდეს, იმიტომ რომ ჩვენ წინაზეც ვისაუბრეთ მაგალითად ებრაულ დიასპორაზე, სომხურზე და რამხელა იმას აკეთებენ, მნიშვნელობის საქმეს აკეთებენ, ხო, თავიანთ სამშობლოსთვის, ებრაელები ყველასთვის ცნობილია თავისთავად.
თუმცა სომხეთს აი აკრძალული აქვს იგივენაირი კანონი აქვს, რაც და არა მარტო სომხეთს, იქ მაკედონიას მეძლებს და ირლანდიას და რაღაცას. ძალიან ბევრს. ხო და რუმინეთის მაგალითსა, ბოდიში, მოლდოვას ვარიანტი გაიხსენე ახლა რაც მოხდა. კი, მაგაზეც ხო, რუმინეთის ხარზე გაიმარჯვა სანდომ, ხო? კი, და ბატონი ისა კობახიძე აქ იყო ჩამოსული 26 მაისის აღსანიშნავ დღეზე, თუმცა მაისში არ იყო, წინა თვეში იყო თუ შემდგომ, აღარ მახსოვს ზუსტად. მე პირადად შევხვდი მას, ჩემი კონცეფცია გადავეცი აფხაზეთთან დაკავშირებით და იქ ფაქტიურად მეორე მხარე აწყობდა ობსტრუქციას, რა ჩვენი თანამემამულეები გარეთ იდგნენ, აპროტესტებდნენ, ყვიროდნენ ნებისმიერ გამომსვლელს მიდან სასტუმრო ადლონიდან ხვდებოდნენ, მეც დამხვდნენ და რაღაც ერთგვარი შელაპარაკების ცდილობა ქონდა, პატარა გოგო იყო და რა თქმა უნდა ისე მამაშვილურად დაველაპარაკე. დღევანდელი ელჩი ვინც არის ალექსანდრე კარტოზია და მის მეუღლეს დახვდნენ და სერიოზული ობსტრუქცია მოუწყვეს. კითხვებს უსვამდნენ, ეს არ აცლიდნენ პასუხის გაცემას და მოკლედ როგორც ხდება. და იმის თქმა მინდა რომ ცდელობა შეიძლება აქვს ხელისუფლებას, მაგრამ აკრძალული აქვს მეორე მხარეს დიალოგზე წასვლა, აი რასაც წმინდა წყლის დიალოგი ქვია. მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ხელისუფლებამ ერთხელცა და ორჯერცა და არ გამოუვიდა და შეიძლება თქვას, რომ არ გამოდის და რა ვქნა, მაგრამ მე მგონია, რომ 10 ჯერ უნდა ცადოს და 100 ჯერ უნდა ცადოს. რახან ეს ხალხი არიან ჩვენი თანამემამულეები არიან სტუდენტების მოწყვლადი რაღაცა ლაბილური მდგომარეობა ხო მოგეხსენებათ, რომ ეს არიან ახალგაზრდები და მათი ესა პროპაგანდირებაც ძალიან ადვილია როგორც ნეგატიურად, ასევე პოზიტიურად და ყველანაირად შეიძლება ხო საუბარი. და ეს ამის ნაკლებობა არის შესაბამისად არჩიეს ეს გზა და ეს არასწორი გზა, დიალოგი არის ძალიან მნიშვნელოვანია, ვიცი, უფრო მეტი უნდა ჩამოდიოდეს ჩინოვნიკი, მაგრამ ეხლა ჩინოვნიკებს ჩამოსვლა ეკრძალათ, ვიზები შეუწყდათ, მაგალითად უამრავ მოკლედ, ბევრი პრობლემაა, მაგრამ მაინც ხელისუფლება რახან ხარ, მოგეთხოვება ბევრად მეტი და ჩვენ ემიგრანტებს ეხლა გული გვწყდება ეს არჩევნო ხმის ადგილსამყოფელ ქვეყანაში, რომ ამით ვერ ვსარგებლობთ. ეს ძალიან ცუდია, იმიტომ რომ მაგალითად მე ველოდები მომავალში თქვათ ოცნებაზე უკეთეს პოლიტიკურ ძალას, ხო, რომ მოვიდეს. და მინდა რომ ოცნებაზე უკეთეს მივცე ხმა. მაშინ იძულებული ვარ რომ ავდგე და ჩამოვიდე, თუმცა ჩემთვის დიდი ბედნიერებაა სამშობლოში ჩამოსვლა, რა თქმა უნდა, მაგრამ ხო არიან ადამიანები, როგორც შენ თქვი, რომ ასეთი პრობლემები აქვთ, ვიღაცას ჯანმრთელობის პრობლემა აქვს, ვიღაცა მოხუცია და ეს ხმები დაიკარგება, მოკლედ და არ იქნება ეს სამომავლოდ, მე ვფიქრობ, კარგი, რაღაცა ნეგატიური ამბავი შეიძლება მოყვეს და კი ბატონო, მე გეთახმები იმაში, რომ გეთახმები კი არა, ძირითადად ჩემი აზრი ზუსტად ეს იყო, მაგითკენ მაგას ვამბობდი ფაქტობრივად, რომ ცდელობა არ უნდა დააქოს. მე არ მაქვს ინფორმაცია, რომ რა ცდელობაზე იყო საუბარი. თუმცა საბოლოო ჯამში იცი 1, 2, 3 ცდელობა უნდა იყოს. აკრძალვა შესაძლოა რაღაც შემთხვევაში გამართლებულიც იყოს, მაგრამ არ ვიცი, იმიტომ რომ ეს დიდი ესეთი გამოთქმა არის რა, ლეს რუბიათ შეპკილიწად და ეხლა აი იმ დიდი იდეისთვის ეხლა თუნდაც მართლა მამულიშვილების ამ საქმეში შეიძლება მოყოლა რამდენად გამოვიდა რა. შეიძლება კიდე ერთი აზრი მაქვს, რომ მაგალითად ეს Eagle Hills-ის და ეს არაბული ინვესტიციის თემა, რაც ეხლა გორდება ამის თქვა საწინააღმდეგო, ხო? როგორი მომენტია ეხლა
არაბიზაციაზეა საუბარი, ხო, რაც არის ქართველის ქვეცნობიერი იმ წუთას იწყებს იმას ვიბრაციას, ხო, როდესაც არაბი ისლამიზაცია და ასე შემდეგ ვინმე იმას იზამს, გაახმოვანებს, ხო, ასეთ რაღაცას. ну, ახლა ეს ნიშა ვთქვათ აქ კონსერვატორებს, ხო, და დაჭერილი, რომ ამის წინააღმდეგ გამოდიან და აი ლიბერალებს მაგალითად ლიბერალმა ამის წინააღმდეგ რო გაილაშქროს, მას იმ წუთასვე ააწებებენ იარლიხს ისლამოფობის, ქსენოფობის. ლიბერალისტვის ახლა ეს წესით მიუღებელი რამ არის, ხო? არ შეიძლება იყოს ლიბერალი, ქსენოფობი, რაღაცის ფობი არ უნდა იყოს რა, ყოველ შემთხვევაში. მაგრამ ამ ბოლო დროს რაღაცა ხმები შემოვიდა, რომ თითქოს ამ არაბული ინვესტიციის უკან რუსული ფულია. და თუ კი რუსული ფულია შემთხვევაში, მაშინ ლიბერალი იმ წუთას არ გახდება რუსოფობი. გესმის და თუ კი არაბული ინვესტიციის უკან რუსული ფულია, ისედაც რუსოფობი ლიბერალი, ანუ მარტო რუსოფობი შეიძლება იყოს ლიბერალი რა. დანარჩენი ფობიები აკრძალული აქვს და თუ კი ესე იგი რუსული ფულია, ლიბერალების გააქტიურებაც შეიძლება ასე და დასავლური ძალები იქნება თუ ნებისმიერ ძალები, რომლებიც საქართველოს შიგნით გარკვეული დაქსაქსული ჯგუფების გაერთიანებას ცდილობს, ეს მათთვის არის აი ყველაზე ხელსაყრელი ამბავი, რომ კონსერვატორი და ლიბერალი გააერთიანოს ერთი იდეის ქვეშ და ოცნების წინააღმდეგ. და ეს სერიოზული ტაქტიკური სვლა იქნება, რომ თქვათ ეს ორი ძალა ერთად დადგნენ და შეუტიონ ხელისუფლებას და ხელისუფლებას ახლა ამ შემთხვევაში საკმაოდ მერე დიდი რესურსის ჩართვა უწევს აქ სპეცსამსახური იქნება, ის იქნება, რომ იქ მერე განხეთქილება შეიტანოს ამ გაერთიანებულ ჯგუფებში. ეხლა თუ გახსოვს კარვების ქალაქი გემახსოვრება ალბათ, სადაც ესეთი კამერიანი ხალხი შეაგზავნეს, იქ ნარკოტიკების კეთება, რაღაცები, ამ ხალხის ყველაფრის გადაღება, მერე ტელევიზიაში ჩვენება. ანუ ეს მოთელილი თემაა, რომ ასეთი რაღაცა მოახდინო, მაგრამ თვითონ ეს ფაქტი, რომ თქვათ კონსერვატორი და ლიბერალი გააერთიანო ოცნების წინააღმდეგ, ეგ უკვე დიდი მიღწევა, ანუ უფრო მეტი რესურსის დახარჯვა მოუწევს ოცნებას იმისათვის, რომ თქვათ ეს ჯგუფები მერე დააშორიშოროს და ისევ დაყავიდა იბატონეს პრინციპით მართოს და ასე შეიძლება ასევე მოხდეს ემიგრაციაშიც, ხო, როგორც საქართველოში შეიძლება გაერთიანდეს ეს ორი ჯგუფი, ასევე შეიძლება გაერთიანდეს ემიგრაციაში და თუ ეს პერსპექტივა ახლა იქ ხო ჭკვიანი ხალხია და ამას ითვლიან რა სპეცსამსახურები, ნამდვილად სერიოზული სპეცსამსახურები ყავს და შექების გარდა არაფერს არ იმსახურებენ. ჩემი შეხედულება ასეთია ყოველ შემთხვევაში. და როგორც ჩანს, აი ამ სეგმენტის გამოთიშვა მოხდა, რადგან ეს გაერთიანება არის მოსალოდნელი, ჩემი აზრით. შესაძლოა და ლიბერალების გაერთიანება არაბიზაციის ის კოლგის ქვეშ თუ როგორ თქვა ახლა, ანუ აი ამ თემის გარშემო და შეტევა ხელისუფალზე. ამ საკითხში გეთახმები, იმიტომ რომ ამაზე მე არ მიფიქრი ახლა ეს შენ საინტერესო წამოწი ეს თემა. რატო გეუბნები, მე ვარ იმის მომსწრე, რომ ხელისუფლების ვექტორის მხარდაჭერები სიტუაციურად ბუნებრივი როგორც მე, რომლებიც ხარს არ უჭერენ ოპოზიციას და მით უმეტეს ატანა არ აქვთ აი პარტიებს, რომელსაც მალე გაუქმება ემუხლება და ბევრ საერთოდ ანტაგონისტური დამოკიდებულება აქვს სააკაშვილის პერიოდის მიმართ, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ტრაგედია გამოვლილი მრავალ მათგანს. აი ამ კატეგორია ხალხშიც კი გაისმა, რომ ჩვენ ვეწინააღმდეგეთ არაბიზაციას და ალბათ შემართალი ხარ, რო გქონდეთ ახლა საშუალება აქ არჩევნებზე მისვლის, შესაძლოა ზუსტად აღმოჩნდნენ უნებლიეთ, რა თქმა უნდა, ხელისუფლების წინააღმდეგ და
ოპოზიციის მხარდაჭერი არა, უბრალოდ ოპოზიციასთან ერთად ერთ ფრონტზე აღმოჩნდა. შესაძლოა ესეც იყოს. კი ბატონო, გეთახმები. კი. ანუ წინა არჩევნებზე ერთი ახლობელი მოვიდა და რაკენი მეთქი მიიღე არჩევნებში მოაწევა. კი, მივიღეო ბიჭო. წარმოიდგინეო ლელოს მივეცი ხმაო რა, აი დიდი სინანულით ამბობდა, რომ აი სხვა გზა არ მქონდა ლელოს მივეცი ხმაო და ანუ ესე იგი ოცნებას არ მივეცი და ლელოს მივეცი, მაგრამ დიდი დანანებით ამბობ, ლელოზე მომიწია ხმის მიცემა, აი ასე მითხრა. მე მაგალითად იმასზე ვარ, ჩემასზე ვარ, რომ ამ გადაწყვეტილებაზე უპრიანი იქნებოდა, ამ გადაწყვეტილებაზე უფრო მეტად უპრიანი იქნებოდა, ჩამოვაყალიბე როგორც იქნა, საარჩევნო სისტემის გამართვა. როგორც ევროპაში, ასევე ამერიკის შეერთებულ შტატებში რა. ანუ საელჩოებს, საკონსულოებს ემუშავათ უფრო გამართულად. რომ ტექნიკურად გამართული ყოფილიყო. ხვდები, ერთი ფანჯარა და მანჰეტენზე ის კი არა, ცოცხალი რიგი, ვინც ნახა, ზოგს მიტინგი ეგონა, წარმოიდგინე. აი ეს, მაგალითად, ახლა გერმანიაში არ არის აუცილებელი, რომ ყველა იმაში, როგორც გერმანია დაყოფილი მიწების ადმინისტრაციებში საელჩოები, მაგალითად ბერლინში ყოფილიყო და ნუ ახლა გერმანიაში მაინც მობილურია რა, სწრაფი მატარებლებია ბოლო-ბოლო და ახლა თუ ქვეყანა გიყვარს, დაждები დილით, ჩახვალ მიცახვალს და მე დავრუნდები სახში. ასევე შეიძლებოდა საფრანგეთში 1 წელი აყოფილიყო. და ოღონდ ამას წინ უნდა გაზღოლდა სწორი აგით პროპაგანდა რა. მაგრამ გეთახმები იმაშიც, რომ ამას სჭირდება ძალიან დიდი რესურსი და შესაძლოა ეხლა ქვეყანას იმდენი გამოწვევები აქვს, რომ ეხლა ამაზე ცალკე დიპლომატიური სტაფის გაზრდა და ცალკე სპეცსამსახურების უკან ვიბმა, ნუ ეს ალბათ საბოლოო ჯამში ყველაფერი დროსთან და სახსრებთან არის და ამიტომ მიიღეს ის გადაწყვეტილება რაც მიიღეს. ხო და ნუ კი ბატონო, აი ესეა ხო, აი რესურსების უკანონო გამო ალბათ ასე არის, მაგრამ კიდევ ერთხელ ამბობ, რომ კონტრქმედებები ამას რომ მოყვეს, მე იმ კარწინკებს რას დაუპირისპირებენ, აი ეს საკითხავი, რომ მოდიან ესა ათასობით მოდიან ემიგრანტები ხმის ოცნების საწინააღმდეგო ხმის მისაცემად. ეს არის ესეთი სერიოზული კარწინკაა კიდევ. არა და ეხლა თავისუფლად შეუძლია კარწინკა დადოს TV-პირველმაც, იგივე მეორე სტრაფია ფორმულა. გახსოვს? 100 კაციან მიტინგს იმათ აჩვენებენ. გახსოვს კვირა საღამოთი დასავლეთიდან რომ ხალხი შემოდიოდა, თურმე სახში ბრუნდებოდა, ღამე იყო, ფარები იყო ანთებული და რო გააშუქეს რომ ხო, ნუ ანუ ეს ტექნიკის მიტინგი მოდის. ხალხი უბრალოდ თბილისში ბრუნდებოდა რა. კი, ანუ ეს ძალიან ადვილი ის არის, რომ ვიზუალით გარკვეული შედეგები მიიღო. ვიზუალური ეფექტებით და ეხლა მე რა მაინტერესებს, შენ როგორ ფიქრობ? შენ წავს ახლობლები რუსეთში, მე წავს და ხო არ გაგიგია რუსეთში მცხოვრები ქართველები რას ამბობენ? მათთვის ალბათ ყველაზე ადვილია რა, ეხლა 37 რუბლი აღარ არის გადაფრენა, გამოფრენა, ხუმრობ ეხლა, მაგრამ ხო, მოსკოვიდან ვიზა არ არის, არაფერი არ არის, ჩამოფრინდება, მიწევს გადაფრინდება. რუსეთთან რა ის არის? თუ გაქვს ინფორმაცია. ქართველებთან ვინც რუსეთში ცხოვრობს, რა მოხდა? ნუ ახლა რუსეთის ქართველობასთან. ვინც რუსეთში ცხოვრობს, ჯერ ის ვთქვათ, რომ ეს ქართველობა გამოთიშული იყო საარჩევნო აქტივობიდან. ხო ასეა? კი. ეს ახლა ვისი მოთხოვნა იყო და ვისი დირექტივა იყო, ესეც არ არის რთული მისახვედრი, ხო? იმაზე რეისების აღდგენაზე რა ამბები ატყდა, რა ისტერიკები და ლამის დაიქცა ყველაფერი და შესაბამისად ეხა რომ განწყობა თვითონ იქაური ქართველობის, ახლა მე ვისთანაც მაქვს შეხება, ხალხი კმაყოფილია იმით, რომ რაღაცა სიტუაცია დათბა, უფრო მეტად ეს არის მიმოსვლა არის, მეტი ვაჭრობა, მეტი ბიზნესია, ნუ ასე შემდეგ და ასე შემდეგ და ისინი შეგუებულები იყვნენ იმას, რომ ხმის უფლება მათ არ ქონდათ და ისიც უნდა ითქვას, რომ იქ მცხოვრები ქართველები ბევრი, ნუ რაოდენობაზე თავს არ დავდებ, მაგრამ
უამრავი მათგანი ისინიც დასავლეთისკენ იყურებიან, ხო? ყველაფერი ხო არ მოწონთ თავიანთ მასში, ადგილსამყოფელ ქვეყანაში. ძალიან ბევრს არ მოწონს თქვათ პუტინი და მისი რეჟიმი. და ბევრი მათგანი ასევე იყურება დასავლეთში და თვითონ საქართველოს სწრაფვა დასავლეთისაკენ მათში იწვევდა გარკვეულ სიმპათიას და მიუხედავად იმისა, რომ საფრთხეებს ხედავდნენ რაღაცა დაპირისპირებაში საქართველოსა და რუსეთს შორის, როგორც სამშობლოსთვის, ასევე საკუთარი თავისთვის რუსეთის შიგნით, მიუხედავად ამისა, სიმპათიები შინაგანად მათ დასავლეთისკენ, დასავლეთის მიმართ აქვთ, იმიტომ რომ ერთია რომ თქვათ რაღაცა მუშაობ, მოღვაწეობ რუსეთში, მაგრამ გარდა იმისა, რომ თქვა სამშობლოს ეწვევი და ახლობლებს მოინახულებ, გადადებული თანხით ევროპაში დადის ხალხი, ზოგი ამერიკაში დადის, იმიტომ რომ მიმზიდველია ეს დასავლეთი, მიუხედავად რაღაც ნაკლებისა და რაც ემატება ნელ-ნელა რაღაც პრობლემები, მაგრამ სასურველია ხო დასავლეთი, ხა ეს არავისთვის არაა ეს სიახლე, რომ ქართველისთვის, რუსისთვის და საერთოდ პოსტსაბჭოთა სივრცისთვის მიმზიდველია დასავლური სივრცე. ასე რომ მე ვიტყოდი, რომ იქაურ ქართველებსაც საქართველო უნდათ ნახონ დასავლურ სივრცეში და მე ასეთი შტაბილიზება მრჩება. მაგრამ რა თქმა უნდა, მათ არ უნდათ საქართველოსა და რუსეთის კონფრონტაცია. აი ეს არის ძალიან ჩვეულებრივი და პრაგმატული, ხა ამაში არაფერი გასაკვირი არ არის. მათ შორის უმეტესობას ჯერ კიდე ქართული პასპორტი აქვს და იგივე დასავლეთში მე ვიცი ხა. რუსეთიდან ვერ დაფრინავენ, ჩამოდიან თბილისში და თბილისიდან მიდიან. მე ჩაბრუნდებიან თბილისში და მე სარჩო სანოვაგის მოსაპოვებლად მიდიან ისევ რუსეთში. ამ ჩვეულებრივი მერკანტიული ის არის რა, ხუთი პრობლემებია რა. აგვარებენ ასე როგორც შეუძლია. როგორც ეხა ამერიკა ცოტა ახლოს იყოს, რაღაც ამდაგვარი დრაივი იქნებოდა აქაც რა. ხო და ნუ ეხა ინფანტილური ისენი რო არის, ჩვენ ვისაუბრეთ, მას ბრალდებას უყენებენ, თუ ამერიკა მოგწონს, რატო ცხოვრობ რუსეთში და თუ ისა ამერიკას აკრიტიკებ, რატო ცხოვრობ ამერიკაში და აი ეს ინფანტილური ისენი ბრალდებები და რაღაცა თითის გაშვერები ახასიათებს ზოგ ადამიანს და აქავთ გავარ და სხვაგვარად არ ძალმიც რა. აქ ცხოვრობ, რაც არ მომწონს, ვამბობ ხმამაღლა, რაც მომწონს და რაც კარგია, იმისთვისაც არ აქვს, მაგრამ ხო შეიძლება გავაკრიტიკო ჯანსაღად გარკვეული ნეგატიური პროცესები, რაც აქ არ მომწონს და რაც არ მინდა ჩემ ქვეყანაში რომ მოხდეს. აი ამაზეა საუბარი თუ არა. ბრალდებების წაყენება რომ აბა მან რა გინდა თუ ესე იგი თუ გააკრიტიკე, ესე იგი მტერი ხარ. და ეხლა გონება, ადამიანის გონება არის მოწყობილი ისე რომ ძალიან ადვილია მისი პროპაგანდის ქვეშ მოქცევა, თუ კი იგი რაღაც ჯგუფის ნაწილად მიიჩნევს თავის თავს. თუ კი ახლა ინდივიდი ხარ ადამიანი და შენი საკუთარი მეშვეობით გაქვს გარკვეული შენი სამრეკლო და იქიდან უყურებ ყველაფერს და აანალიზებ, პროპაგანდა ასეთ ადამიანზე რთულად მოქმედებს, მაგრამ гаражи ხო გახსოვს ფილმი რუსული, იქ რომ სუკანი კაცი როა და я человек из большинства. ანუ რასაც იტყვის უმრავლესობა, იგივეს იმეორებს, ხო? ასეთი ადამიანი და ერთ-ერთ პიროვნებასთან აქ კამათი მომივიდა რაღაც LGBT თემატიკაზე და უკვე ფაქტიურად ყველანაირად რომ კედელთან იყო მიყენებული და კონტრარგუმენტი აღარ ქონდა, საბოლოოდ ასე მოჭრით განმიცხადა, რომ ეს ყველაფერი ხდება ამერიკაში და რახან ამერიკაში ხდება, ეს კარგია. ანუ ასეთი სწორხაზოვანი ხედვა როდესაც აქვს ადამიანს, რომ ანუ ის არის რაღაცა ციტადელი იმისა, რომელიც რაღაც გენერატორია რაღაც კარგის და ნებისმიერი რაიმე გადაწყვეტილება იქნება თუ რაღაცა მდგომარეობა არ შეიძლება იყოს ცუდი. და ეს არის კოლონიზებული გონება. ეხლა რა მაინტერესებს, იცი? შენს კარგად გახსოვს, ბაიდენი რო იჯდა თავის კაბინეტში თეთრ გარშემო რო LGBTQ Pride-ის წარმომადგენლები რო ყველა უზნეო რო დაიყენა. და ეს რო კარგად გამოიყენა საქართველოს ოპოზიციამ. საინტერესოა, ეხლა ამერიკაზე რა წარმოდგენა აქვს, როცა ტრამპია და ეს სპორტსმენები, ამერიკული ფეხბურთის სამხედროები აგერ ვენესუელას უტავს.
პითექსიტი, რომელსაც ჯვარი აქვს ტატუთ გულზე. ნუ ხტები ხო რას ვამბობ რა და ის იგი ამერიკაა და ეს ამერიკა რუსეთის ამერიკაა. ხო, ნუ ცალსახად ნეგატიური არის ახ განწყობა. წარმოიდგინე სად არიან გაჭედილები რა. კი, მაგ ყველაფრისადმი ნეგატიური განწყობა, უბრალოდ ამას ხმამაღლა ვერ აფიქსირებენ რა. ანუ ბევრს უჭირს ამის თქმა, რომ რატო და იცი რატო უჭირს ახალგაზრდები რო არიან არ მეკვირს, იმიტომ რომ 2003 წლიდან 2012 წლამდე რაც განათლების სისტემა იყო, იმან რა კანდიდაცია გამოუშვა ახალგაზრდების, ხო? და 2012 წლიდან მე არც ოცნებამ დააკლო რა, შაშანდელამდე საერთოდ ბოლონის სისტემაზე ხმის ამოღება დანაშაული ითვლებოდა ოცნების რიგებში, ხო? ამას კიდე დაემატა კიდე 10 წელი და ახლა 20 წლის განმავლობაში დავკარგეთ აი თაობები. ერთი თაობა კი არა, თაობები. ახალგაზრდებს არ აქვს აღქმის უნარი რა. ახლა ნუკრი იხუმრა შოშიაშვილმა, რომ ხო არის წაკითხulis შინაარსი. ხო გქონდა ჩვენ სკოლაში ესეთი რამე. ზოგს გაგონილის გააზრება არ შეუძლია, ხვდები? კი, ეს მაგრამ ეს ახალგაზრდებს რაც ეხება, მაგრამ მე და შენი თაობა ჩვენ შორისაც სხვაობაა, მაგრამ პლუს მინუს ჩვენი თაობა რო ამ ჭკუაზეა, მე მაგათი მიკვირს რა. ნუ ეხლა ამ ჭკუაზე არის პირველ რიგში, იმიტომ რომ ჩვენ ვართ ტრამვირებული თაობა, საბჭოთა და პოსტსაბჭოთა ვართ, ორივე ერთად ვართ, ანუ საბჭოებში დაბადებულები, გაზრდილები და უკვე პოსტსაბჭოთა მდგომარეობაში მყოფნი და როდესაც გარკვეული რაღაც ნიშნები, თქვათ, გამოჩნდება, რომ შესაძლებელია იგივე ორბიტაზე დაბრუნება, ან ამის ერთგვარი ალარმიზაციას რო ეძახიან, რომ აი ვიღაცა ყურთან იმას გიშვება რა, რუსეთი გეუნება. ანუ ეს იწუთასვე რაღაც ტრამვების გახსენებას იწვევს და იმ პრობლემებს, რაც თქვათ, იქ ქონდა და იმის დავიწყება გინდა და რა ვიცი ხა ჩვენი მაგალითად ჩემი თაობა არის ის თაობა, რომელიც აი მაქსიმუმი ხა ბრეჟნევი მახსოვს მე რა, ბრეჟნევი გარდაიცვალა, მე ვიყავი ბახში და ამ პერიოდიდან მახსოვს საბჭოეთი. ესე ჩვენი მასწავლებლები რომ ამბობდნენ რა კაი კაცი იყო საწყალიო. ხო და აქედან მოყოლებული ახლა სულ რაღაცა ნაბიჯები იდგმებოდა წინ და სულ იყო განცდა იმისა, რომ აი ჩვენ ამ სივრცეს შორდებით, ვიძენთ დამოუკიდებლობას და ვერთიანდებით იმ სანატრელ რაღაცა ოჯახში და სივრცეში, რომელიც 70 წელიწადი ვიყავით მოწყვეტილნი და არა და ეს არის ჩვენი სახლი და ასე შემდეგ, ხო, ამაზე ხო არის საუბარი. და ისე მინდა ერთი მომენტი აღნიშნო, რომ აი მაგალითად დღეს, როდესაც უკრაინაში ომი მიმდინარეობს, ევროპაში ამ ომს აღიქვამენ და აღნიშნავენ, რომ ეს არის ევროპისათვის საფრთხე და ევროპის პრობლემა. ხოლო როდესაც საქართველოში იყო ომი 2008 წელს, ერთი ასეთი განცხადება არ ყოფილა, რომ საქართველოში წარმოებული ომი და ის უბედურება რაც იყო, რომ არის ევროპის პრობლემა. და დღევანდელ მდგომარეობაში ქართველი ამბობს, რომ ევროპა არის ჩვენი სახლი, ჩვენ ისა იქ გველიან, ჩვენ იქ უნდა მიგვიღონ, ეს არის სურვილი და ეს არის ისა გარკვეული მიზანი. მაგრამ რეალობა როგორ უყურებს მაგალითად ევროპელი კავკასიას, საქართველოს, სასომხეთს და ასე შემდეგ. ეს არის სულ სხვა მომენტი. და აქ უნდა ჩამოხვიდე რაღაც ის ფეხსაცმელი უნდა ჩაიცვა, რაც აქაურს აცვია და უნდა გაიარო იმ ფეხსაცმელით, ვიდრე საქართველოში იყო წამოწოლილი სადღაც და რაღაცაზე ოცნებობდნენ. ეს არის დაუშვებელი და იცი რა არის ყველაზე ცუდი, ნიუ-იორკში ან ბერლინში შოპინგზე რო ჩამოვა 2 კვირა, მე ხვდი და ნაგავს რო ვერ ნახულობს რა. დაუშვათ ცენტრალური ქუჩის კუთხეში. ტურისტული სტაბილები. ხო, ცენტრალური ქუჩის მიღმა რო არ იხედება რა. და ეხლა Times Square-ზე რო გიხარ, ამბობ, რომ ვაუ, ეს საოცრება, მართლა საოცრებაა, მაგრამ მე ეხლა როგორც მაქვია თითქმის 10 წელი აქვს ცხოვრობდა ინსაიდერი ვარ, ეხლა ტაქსი ძღოლი ხო იცი რაც არის? ყველაზე დიდი ინსაიდერი ტაქსი ძღოლი ხა. მე რაც მაგ ნანახი მაგ
ხო, როგორ შეიძლება? ხო, ორი კვირა ჩამოდიან და ისა რა ქვია, ევროკავშირის დროშა აქვს ესე შემოკრული და ისიც არ იციან, რომ დღემდე გვიყურებიან როგორც ინდიელებს რა. აი, როცა კოლონიზაციას ახდენდნენ ამერიკის შეერთებული შტატები, ჩვეულებრივი ინდიელები ვართ. ჩვეულებრივი ინდიელები ვართ. არც რუხაზე იციან სად ვართ, გლობუსზე მით უმეტეს და საერთოდ არაფრისაზე არ არიან. ჯო ვილსონის განცხადებას ისე აწევს კონგრესმენები, სენატორები კიდე ხელს, თუ ავიდა ზედა პალატაში, რომ არც კითხულობენ. ვართ ინდიელები. და ეხლა უკრაინას ეძახიან ევროპის ბუფერს, როგორც ახსენე და ჩვენ რეგიონალურ კონფლიქტსაც არ გვიწოდებდნენ, ხვდები? გაიხსენა, რეგიონალური კონფლიქტიც არის. ამბობდნენ, აი ესე როგორ მომენტში, რომ აი რუსეთი უკანა ეზოში რაღაცას იმეშვება რა. თან რა არის ცინიკა? აი ქართველი რომელიც ამბობს, რომ მე ვარ ევროპელი, მას ასეთ ქართველს თავი წარმოუდგენია დასავლელ ევროპელად. კი არ წარმოუდგენია თავი აღმოსავლელ ევროპელად. ანუ სნობიზმის დონეც ეგ არის, რომ ევროპა შიგნით ჭრელია თავად რა და ფრანგი არასოდეს არ იტყვის, რომ იგი არის უნგრელი. ანუ თავის თავს არ აიგივებს არავითარ შემთხვევაში სლოვაკთან, უნგრელთან, პოლონელთან, ვიღაცასთან. ის მაქსიმუმი შეიძლება რაღაც იმაზე გერმანელებთან მოახდინოს ის რაღაც გერმანელთან, იტალიელთან, მასთან შვედთან და ასე შემდეგ, მაგრამ არავითარ შემთხვევაში რაღაცა პოსტსაბჭოთა ბლოკის წარმომადგენელთან და სამხრეთ იტალიელებს დღემდე იმას ეძახიან, რა ქვია, მაფიოზების სამყაროს. მილანის ქვემოთ იტალიას არ აღიქვავენ. კი ბატონო. სარდინიაზე და სიცილიაზე ლაპარაკი არა მაქვს. აქაც სერიოზული სნობიზმია და სეგრეგაცია ევროპის შიგნით და ხა ქართველი როდესაც ამბობს ასე კრებსითად რომ მე ვარ ევროპელი, მაშინ იმას კინო მოინდომებ რომ აინამეც ფრანგად წარმოიდგინო თავი გერმანელთან, იტალიელთან. მოდი წარმოიდგინე თავი სლოვაკად, პოლონელად და ასე შემდეგ. ცოტა უფრო თავდაბლურად შეხედე ამ მდგომარეობას. მაგრამ არა, ინტელექტუალ სნობს და მე უკვე გეოსნობს, რომელიც აქ ჩამოვა, მაინამეც თავი მიაჩნია გერმანელა, უნდა რომ ყოველ შემთხვევაში იყოს გერმანელი, იტალიელი ან ფრანგი, მაგრამ ასე არ არის. ასე ნამდვილად არ არის. ისინი არ გცნობენ თავის თანასწორად. ისინი პატივსცემენ თავის ქვეყანას, გარკვეული ეროზიები დაიწყო ამ ხრივ იმიდან ნიჩეს დროიდან ახალი ამბავი არ არის, მაგრამ ანუ იმ პერიოდიდან უკვე ეს ეროზიები მიმდინარეობს ევროპის შიგნით და არის სერიოზული პრობლემები. და ასე რომ უნდა იყოს მყარად შენ ნიადაგზე პირველ რიგში, რომ რაღაცა მერე ზედნაშენი გაიკეთო და დაიმატო. მაგრამ თუ შენ იმას ფესვებს მოიჭრი და რაღაცა მორივით გაყვები დინებას, არ ვიცება, თლად კარგ ადგილას არ აღმოჩნდა. აი ეს ოპოზიციის ნათელი სახეები ექსტრავაგანტულ განცხადებებს რო აკეთებდნენ და რო იგონათ რომ ჭეშმარიტებას გადაგებდნენ, ცალფეხზე უნდა ვიხტუნაოთ, თუ გვეტყვის კოლექტიური დასავლეთი რომ გეი უნდა იყო, უნდა გახდე გეი. და ასე შემდეგ და სხვათა შორის კიდე იცი რა მაკვირვებს, რომ რაც პარიზის ოლიმპიადაზე მოხდა, ძალიან უკან გადავახვიე, მაგრამ ამ კონტექსტში არის, ხო? რამდენი ქართველი იყო აი ამ ნიუ-იორკში, ამერიკაში, სოციალურ ქსელებში შექმნილ პლატფორმებზე, რა, სოციალურ პლატფორმებზე, ანუ ქვეპლატფორმებზე. რომ ამბობდა, რომ ეს რა ვნახე. ეს არის კულტურის და ესთეტიკის აპოთეოსი. პარიზის გახსნა ოლიმპიადის. ბევრმა საერთოდ არაფერი არ თქვა ისე, რომ კაცები რო გამოვიდნენ და ქალები რო გაალახეს რინგზე. ფალოს გამომული გამოვიდა, ჩვეულებრივი კაცი, просто ამბობს, რომ ხალი ვარო, წარმოიდგინე, გენეტალიები მოკვეთილი არ აქვს. კაცია ჩვეულებრივი. და გაალახა ქალი და წარმოიდგინე და ერთს არ მოუღია ხმარო ხალხ, ეს რას უყურებ და რა არის, იგივე იმ ფემინისტურ მოძრაობებს. ხო და ეს არის რეალობას აცდენილი თაობა და მე კიდევ ერთხელ ვამბობ და ყოველთვის ვიტყვი რა, ეს არის 2003 წელი 2003 წლისდან დაწყებული 2022-მდე ნაყოფი.
იმისა, რა პოლიტიკაც აწარმოეს. ერთი ერთმა და მეორე ეხლა რა მაინტერესებს ყველაზე მნიშვნელოვანი კიდე რა მინდა მკითხო. ამ არაბიზაციაზე და არაბულ პროექტზე. ევროპაში ევროპის ემიგრაცია. ევროპა ხმავალ თქვა მე შენს გარშემო რა, კერძოდ გერმანიაში. რა აზრის არის? კრიტიკულად აღიქვავენ თუ ამბობენ რომ აბა სხვა ვარ როგორ? იცი როგორც გითხარი არის ერთგვარი კოგნიტური დისონანსი რა, იმიტომ რომ ვეღარ ხვდებიან ოცნება რუსები არიან თუ არაბები არიან. ანუ ეს არის ძალიან სერიოზული დაბნეულობა, იმიტომ რომ როგორც აღნიშნე, ხო? ანუ თუ მაგალითად ხელისუფლება ცდილობს, რომ გარკვეული ინვესტიციებით ეკონომიკა წამოწიოს, ბიზნესი და რაღაც დასაქმება და სამუშაო ადგილები გააჩინოს და თანაც ამავე დროს შემოყვანილ იქნას იმგვარი მოთამაშეები, რომელთაც წონა აქვთ სოფლიო არენაზე, მე ვფიქრობ, რომ ეს არის დაბალანსების პოლიტიკის წარმოება. და ის ადამიანები, ახლა ვინც მაგალითად ოცნებას პირდაპირ აღიქვამენ როგორც რუსულ ძალას, ასეთი ადამიანებისთვის ეს არის ძალიან უცნაური, რომ აი რა ხდება ამ დროს, ვეღარ ხვდებიან, რომ აბა რუსული ინვესტიცია რატო არის და იმიტომ შემოვარდა ეს ხმა, რომ არაბების უკან დგანან რუსები. ესმის, რომ ეს ხალხი რაღაცნაირად გაააქტიურონ, რომ ეს კოგნიტური დისონანსი მათ ჩამოუყალიბდეთ კონკრეტულ შეხედულებაში, რომ არაბებიც ასევე არიან რუსები, ასე ვთქვათ რა, ანუ არაბების უკან რუსები დგანან და უკვე კონკრეტული პოზიცია რო გამოუვლინდეთ, ისევ და ისევ ოცნების საწინააღმდეგოდ და ვიღაცა ისე ხედავს, ვიღაცა ასე ხედავს, მაგრამ ვინც ახლა მე ვისაც ვიცნობ ოცნების მოწინააღმდეგეს, მათ რიგებში მე ხედავ საკმაოდ დიდ დაბნეულობას, ვერ ხვდებიან ახლა ის რა სიტუაციაა და მე ვფიქრობ, რომ აი დაბალანსების პოლიტიკა ვიმედოვნებ, რომ ეს არის დაბალანსების პოლიტიკა, რადგან თუ კი ეკონომიკა არ გაძლიერდა და მართლა სამუშაო ადგილები არ შეიქმნა, ქვეყანა დაიცლება, ხალხი წავა, ვერ გააჩერებ. და ახლა ისა 6 მილიარდიანი ინვესტიციის შედეგად მოხდება არაბიზაცია თუ დაცლილი საქართველოს შედეგად მოხდება არაბიზაცია თუ დიდი თურქობა, დიდი მნიშვნელობა მაშინ არ აქვს, ხო? რა თქმა უნდა. თუ ღარიბი იქნა ქვეყანა, ხალხი გავა. ყველა ვარიანტში ვერავინ ვერ გააჩერებს ადამიანს, მით უმეტეს თუ კი შესაძლებლობაა საზღვრებია გახსნილი. ვერ გააჩერებ, ხო და 10 კაციდან ვინც ქვეყანა დატოვა, 9 ოცნების მოწინააღმდეგე იქნება, იმიტომ რომ ყველა იტყვის, რომ მე ჩემ ქვეყანაში რაღაცა ვერ გავაკეთე და იმიტომ მომიწია აქ წამოსვლა. გინდა მექსიკის გავლით და გინდა იმ ჰიმალაების. ეს 10 კაციდან 9 იქნება ოცნების მოწინააღმდეგე და ახლა ასეთ შემთხვევაში ვისგანაც მოახერხეს ინვესტიციის მოზიდვა, აი იმისგან მოიზიდეს. ესმის, ანუ სხვა არ არის. რუსებს მართლა ხო არ ეტყვი, ახლა რუსები აფხაზეთშიდებენ ინვესტიციებს, მაგალითად, მე ვიცი. კი, ბატონო. რაღაცნაირად უნდა მოხდეს დაბალანსება, რომ თურქული ინტერესიც იყოს, რუსული ინტერესიც იყოს, ირანულიც, ასე ყველანაირი ინტერესი იყოს, იმიტომ რომ საქართველოს არის გადაკვეთა გზაჯვარედინი და ეს გზაჯვარედინი უნდა იყოს ქართული სახელმწიფოსი. ოღონდ დაბალანსებული უნდა იყოს დიდი მოთამაშეების ინტერესები და მათ უნდა კონდეთ ერთმანეთთან იმგვარი გარიგება, რომ საქართველოს ჩვენ გვჭირდება ერთიანი, ძლიერი და დაცული ნორმალური სახელმწიფო, რომ ჩვენი ინტერესები აქ რაც გვაქვს, იყოს ხელუხლებელი და ჩვენ აქედან მივიღოთ სარგებელი და ასევე მიიღოს ქართველმა ხალხმა და ქართულმა სახელმწიფომ. ხო, იმიტომ რომ როგორი ხმამაღალი განცხადება ნახე საქართველოს არაბიზაცია და უბრალოდ გეოპოლიტიკა რა არის, ხო? გეოგრაფიაზე მიმული პოლიტიკა, ხო? ხო, სად ვდებარებ და ესე იგი კრიტიკული აზრიც კი არ უჩნდებათ, რომ საქართველოს არაბეთის დანამატი ჯერ მარტო იმიტომ ვერ გახდება, რომ თურქეთი და რუსეთია ჩვენი
მოსაზღვრე რა. გამორიცხული ამბავია ეგ. ეს შეუძლებელი ამბავია. ჩვენ აღარავინ არ შეგვეკითხება სხვათა შორის ჩვენი არჩევანს გვინდა თუ არა, ეს ერთი. მეორე. საქართველოს ინდუსტრიალიზაცია ყოველ შემთხვევაში ხილულ მომავალში მე ძალიან რთულად წარმომიდგენია. ჩვენი განვითარება თუ ამას ინდუსტრიას დავარქვით, არის სოფლის მეურნეობის წარმოებად გადაქცევა, იცი ახლა რა ვიგულისხმობ, დამზადება მარტივად. იმიტომ რომ ჩვენ 31 ქარხანას იმ დონემდე ვერ ვამუშავეთ, რომ სოფლიო ბაზარზე ჩვენი პროდუქტით შევიდეთ და ფერო კიდე რუსთავი ასე იყო თუ ისე იყო, ეს იყო ცენტრალური საბჭოთა კავშირის სისტემაში შემავალი და თუ რუსთავის მეტალურგიულ ქარხნამდე არ მივიდოდა ნედლეული, ის ქარხანა იყო უფუნქციო, რაც მივიღეთ ფაქტობრივად. აქედან გამომდინარე, ინდუსტრიალიზაცია მე რთულად წარმომიდგენია. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ყოველ შემთხვევაში ხილულ მომავალში. და ერთადერთი რაც შეიძლება ჩვენ ინვესტიციების ჭარბობა, რომ მცირე და საშუალო საწარმოები გამოვითაროთ. სხვანაირად მე ამ მომავალს ვერ ვხედავ ელემენტარულად. უბრალოდ არ არის. მესმის რომ ეხლა ტურიზმი კარგია, სოფლის მეურნეობაც კარგია და ამავე დროს უნდა ინატრო რომ 31 ქარხანა ისევ სულ 25-ები გამოუშვას, ან მაგალითად რუსთავიდან ისევ მილები გამოვიდეს და სადღაც გაიყიდოს, მაგრამ საქართველოს ვერ ვყიდით ჩვენს ღვინოს და ჩვენს ხილს ევროპის ბაზარზე, იმიტომ რომ არ გვიშვებენ ელემენტარულად. ერთი რომ ნორმას ვერ აკმაყოფილებ და მეორე გადაჭედილია. და რა თვითფრინავი და რა რუსთავის მეტალურგიული ქარხნის მილი და ისა რა ქვია არმატურა უნდა გაყიდო. ეხო სისულელეა რა. რა თქმა უნდა. შენ მაგრამ კიდე ერთხელ ვამბობ რა, ენას ძვალი არ აქვს, თავარია ტრიბუნა ნახო რამე ამაღლებული დადგე და ერთი ასკაძე იქადაგო, რომ საქართველოს გვართმევენ ერთი რომ არაბიზაცია და არ უყურებია რომ ჩtildeოეთით ვინ გვადგას და კიდე რა ვქე სამხრეთ აღმოსავლეთიდან კიდე ვინ არის და ეს რა ქვია ინდუსტრიალიზაცია. და ის კი არ იციან რომ ინდუსტრიალიზაციას ლევან შენ კი იცი, შენ არ გეუბნები მაგრამ როგორც კი ქახნები ჰიპოთეტიურად ვამბობ, ქახნების წარმოების შენელობა რომ დაიწყება 3,700,000 მოსახლეობაში ჩვენ მუშახელს ამ ინდუსტრიალიზაცია ტალღას უბრალოდ ვერ დავეწევით ფიზიკურად. ამას უფრო მეტი side effect-ი ექნება იმიგრაციის, ხო, იმიტომ რომ ყველა მეწარმეს და რაღაცას დაჭირდება იაფი მუშახელი და პაკისტანელი, ბანგლადეშელი და ვიღაც კიდე, ხო? აი მე ნახე შენ რა. ეგრეა. კი ბატონო, გეთანხმები. და აი ხო მარტივია რა, მამა ჩემმა იცოდა ცხონებულ, მაგრამ ტარა თვლით არისო რა და დაჯიქი და დათვალე რა. ესეც ის ხო არ არის უმაღლესი. ოცნების ხელისუფლებამ გარკვეული მოახდინა ერთგვარი ბალანსირება დასავლეთსა და რუსეთს შორის, როდესაც საქმე მიდგა კატასტროფამდე, ამ კატასტროფის თავიდან აცილება მოახერხა, აუცდით ომს და მეორე ფრონტს, ღმერთმაქნას რომ აუცდით, ანუ მაშინ აუცდით, მაგრამ ხო ხედა როგორ მთავრდება ხო ხედა ორი სიტყვა თქვა. კი, მაგაზე ვთქვა, კი ბატონო. დღეს არის რაღაცა ეკონომიკური აღმასვლის პერიოდი უნდა დაიწყოს და აუცილებლად უნდა მივადგეთ ტერიტორიულ მთლიანობას, უბრალოდ სამშობლოს გაერთიანებას. მოდი ასე ვთქვა, ტერიტორიული მთლიანობა არ მომწონს ეს ტერმინი. სამშობლოს გაერთიანებას უნდა მივადგეთ ამ გზას და ეხლა რაც ვნახეთ ეხლა ჩვენ ბოლოს აი მაგალითად აი ზელენსკის განცხადება, ეს იყო ალბათ კატასტროფა რა და აი ოცნება ამ შემთხვევაში დიდ ქულებს იწერს ეხლა რაც რამდენი ზელენსკი გამოვა და რაღაცას იტყვის ოცნების ყულაბაში იყრება ესა მონეტები ოქროს მონეტები და ესე იგი ზელენსკიმ რა თქვა ჩვენო ეხლა გვაქო ასეთი სიტუაციაო ან ღირსება დავკარგოთო ან დავკარგოთ მთავარი პარტნიორი და ამავე დროსო ვებრძოლოთო მძიმე ზამთარსო. ესე იგი რა გამოდის რომ თუ კი ღირსება დაკარგე ესე იგი უნდა იმასაკნა ჩაბარდე რუსეთს თუ კი მთავარი პარტნიორი დაკარგე
ავტომატურად ღირსებასაც დაკარგავ და რუსეთსაც ჩაბარდებს. იგი პარტნიორის გარეშე არაფერი არ ხარ. და ზამთარი ისეთია უკრაინაში -60-მდე შეიძლება ავიდეს, ანუ ზამთარი არის კატასტროფული და ანუ სრული გაყინვაზეა საუბარი, იმიტომ რომ ენერგეტიკა გაუნადგურეს. და კიევში ვარ 94-ში 22 გრადუსი იყო 5 იანვარს წარმოიდგინე. კი ბატონო, ხო და ანუ ასეთი კატასტროფული ზამთარია და კატასტროფულ მდგომარეობაში არიან, ანუ ცუნცვანგიც აღარ ქვია ხა მდგომარეობა. ხო, მაგას ცუნცვანგიც აღარ ქვია. ხო, ამას ქვია რაღაც საოცარი მდგომარეობა და მე რას ვფიქრობ, იცი რომ დღეს ახლა მაგალითად რასაც იმ 28 პუნქტიდან, რასაც ამერიკელები თხოვდნენ, აი რაღაცა ერთგვარი პარალელის გავლება შეიძლება, როდესაც აი რეჩპასპალიტა გარკვეულ ულტიმატუმს უყენებდა იმ დროინდელ უკრაინელებს და უკრაინელ ხალხს და ბოგდან ხმელნიცკი იყო ის პიროვნება, ვინც მართლმადიდებლობისკენ გააკეთა ესა ნაბიჯი გადადგა და გაერთიანდა რუსეთის იმპერიასთან. და ესა ზურგი აქცია ამ რეჩპასპალიტას და ამ კათოლიციზმს და ასე შემდეგ. შესაძლებელია, არ გამოვრიცხავ, რომ ასეთი ბოგდან ხმელნიცკი გამოჩნდეს, ბოგდან ხმელნიცკის მაგვარი ადამიანი გამოჩნდეს უკრაინაში და რეალურად აი სილა გააწნან დასავლეთს, იმიტომ რომ ამ დღეში ჩააგდეს ფაქტიურად უკრაინელები. თავიანთი მითი გაღიზიანებებით, რაღაც დაპირებებით ნატოში და ევროკავშირში გაწევრიანებებით და შესაძლებელია აი ზელენსკის გვერდზე გაწევა მოხდეს, არ ვიცი რა ფორმით და როგორ და ასეთი პიროვნება გამოჩნდეს და ის დალაგდეს რუსეთთან. ეს მომხდარა ისტორიაში და შესაძლებელია მოხდეს ახლაც. და დღევანდელი სიტუაცია, აი რა სიტუაციაშიც არიან უკრაინელები, აი წერს არ უსურვებ ეგეთ სიტუაციას რა. ანუ მართლა ძალიან მიყვარს ეს ხალხი და უამრავი მეგობარი მყავს და საოცარი ხალხი არიან და როგორ იბრძვიან, მაგრამ ანუ რა მდგომარეობამდე მიიყვანეს. რომ გამოდის ქვეყნის პრეზიდენტი და ფაქტიურად ორ უფსკრულზე მიუთითებს მოსახლეობას. ერთიც უფსკრულია და მეორეც. და რა თქმა უნდა, ოცნების ყულაბაში ნამდვილად ცვივა ოქროს მონეტები. და ჩვენ როგორ ჩვენ კი ვიცოდით, მაგრამ აი ეს ხალხი, ვინც ამას ყველაფერს კრიტიკულად უყურებდა, სკეპტიკურად არა, ანუ აი კრიტიკულად, რომ საქართველოს მუღალატა ევროპულ იდეას. ამას ალბათ გაზაფხულზე უფრო ნათლად დაინახავენ ისინი, გამომდინარე იქიდან, როგორ დაიწყება რუსეთის ადმინისტრაციულ ტერიტორიულ დანაყოფებად დაშლა შესყიდვა. და აი იმ ლიდერს, რომლებიც გულზე ეხატათ საქართველოში ხო მახსოვს მე? დროშა გასაგებია ხა, როცა ქვეყნის გულშემატკივარი ხარ, იმის დროშა უნდა ატარო გასაგებია, მაგრამ აი თვითონ ის შეძახილი, რასაც არ გავიმეორებ, იმიტომ რომ მე ვთვლი, რომ ეს ფაშისტების მოგონილი, ფაშისტი უკრაინელების მიერ მოგონილი შეძახილია და ეს შეძახილი იყო რომაულ სალუტთან ერთად. არც იცის ხალხმა, ხანდახან რას გაეძახიან. სპეციალურად ამაზე მე ცალკე სტრიმი მქონდა ჩაწერილი, ეს ერთი. და მეორე, აი ამ იდეის დასამარება რომ დაიწყება 26 წლის გაზაფხულზე, ხო? მერე კიდევ უფრო დააფასებენ იმ ქმედებას და იმ შედეგს, რაც საქართველოს მისი ხელისუფლების მეცადინეობით ბუნებრივია გააკეთა და აგვარიდა იმ ყველაფერს, იმიტომ რომ უკრაინასგან კიდე რაღაც დარჩება და ჩვენგან მართლა არაფერი არ დარჩებოდა. იცი რა, ვიც აქამდე ვერ ხვდებოდა, რამდენად მიხვდება მომავალში ამის დიდი იმედი არ მაქვს, იმიტომ რომ ეს ადამიანები გაიძახიან, რომ ჩვენ არავინ არ გვიპირებდა ომში ჩართვას, იმიტომ რომ ჩვენ რა 3 საათში წავაგებდით ომს და რატო გააკეთეთ? სხვათა შორის უნდა მივიდეს მაპატია ბოდიში რა, სხვათა შორის უნდა დადგეთ დღის წესრიგში. თუ ეს ვიდეო ან რაღაც დამადასტურებელი მასალა აქ უნდა გამოაშკარავონ რა. ხო, ну არ ვიცი რამდენად მოხდება, მაგრამ ეს არის ნათელი, რომ ამაზე დაწერილიც არის, რომ თუ
ადრეც მithქვამს ეს დიდი საჭადრაკო და აფა მიხსენები ახლა სიტყვი ახ გამეორება ცოდნის დედაო პირდაპირ უწერია ძალიან ჭკვიან ადამიანს რომ თუ კი მოხდება რუსეთის, ჩინეთის და ირანის გაერთიანება ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საკუთარი გეოსტრატეგია უნდა ამოქმედოს simultaneously. ანუ დაუყოვნებლივ უნდა ამოქმედოს თავისი გეოსტრატეგია და თავის გეოსტრატეგია ეს არის პერიმეტრზე ამოქმედება იმ მოკავშირეების, იმ სატელიტების, რომლის მეშვეობითაც შენ ჰიბრიდულად უნდა დაამარცხო შენი მოწინააღმდეგე. თუ არა, ორი დიდი სუპერსახელმწიფო ერთმანეთს ახლა რო არ დაეჯახება ორი ბირთვული სახელმწიფო, ეს ხადზე უცხადესია. ეს ყველა მიცოდა და ყველამ არა, უბრალოდ ცოტა მიცოდა, მაგრამ პერიმეტრზე არსებული პოსტსაბჭოთა ქვეყნები რო იქნებოდა გამოყენებული რაღაც დროში სტრატეგიული მოწინააღმდეგის დასამარცხებლად, ეს არის დაწერილი, როდის დაწერა? 97 წელში თუ არ ვცდები, 97 წელში ამაზე წერია, რომ ეს მოხდება აუცილებლად. მე უფრო ძველი მეგონა. ასე იგი ფაქტობრივად გუშინ არის დაწერილი რა. 97 წელშია დაწერილი. და ანუ იმის აღნიშვნაც მინდა, რომ აი გარკვეულწილად აი ამ ემიგრაციას აქვს უპირატესობა, იმიტომ რომ დასავლეთში მაგალითად ჩვენ გვაქვს იმის საშუალება, რომ რაღაც გარკვეულ ლიტერატურასთან, გარკვეულ ინფორმაციასთან მაინც რაღაც ცნობა გვაქვს უფრო ადრე, ვიდრე ჩვენს თანამემამულეებს საქართველოში. იმიტომ რომ აი მაგალითად მე რო ახლა დავინტერესდი რაღაც პოლიტიკით და აქ მაგისტრატურაში ჩავაბარე, ეს იყო 2012 წელი, ფუკუიამას წიგნი, ცნობილი წიგნი, ესა რა ქვია End of History, ისტორიის დასასრული და უკანასკნელი ადამიანი 99-ში დაწერა თუ არ ვცდები ფუკუიამამ ეს წიგნი რა, რომ აი ის შეხედულება, რომ всё მორჩა უკვე ლიბერალიზმი იქნება, ყველა იდეოლოგია დამარცხებულია და ანუ დამთავრდა ცივი ომი და ასე შემდეგ, ხო? მე რომ ამით დავინტერესდი, ამის შემდეგ უკვე გამოსული იყო ჰანტინგტონის და ჯონ მენშაიმერის ცნობილი გახმაურებული წიგნები, ჰანტინგტონის ცივილიზაცია და ჯახი და მენშაიმერის დიდი power სახელმწიფოების პოლიტიკის ტრაგედია. ძველ გადავთარგმნე ბოდიში. და ესე იგი იდეა ხო არსი ხო ეგ არის. Great Tragedy of Great Power Politics. და ესე იგი ფუკუიამას წიგნის წაკითხვა არ დამჭირდა, ამის თქმა მინდა. ისმენთ რაღაც თეზისები და ესენი კი ვიცი, მაგრამ ანუ გაბათილებული იყო უკვე ეს ფუკუიამას წიგნი, უკვე ფუკუიამა იყო ფაქტიურად როგორც ჩარეცხილი მეცნიერი, ასე ვთქვათ, რომელსაც ძალიან დიდი შეცდომა მოუვიდა ამ თავის შეხედულებით და სულ რამდენიმე წლის წინ, ზუსტად აღარ მახსოვს, მე მგონი იმას ბოკერიას და ჩერგოლეიშვილს ფუკუიამა ყავდათ ჩამოყვანილი თბილისში და ლექციებს აკითხებდა. არ ვიცოდი. და იქ შეკითხვებს უსვამდა ადამიანს. და ეს მეცნიერი უკვე არის დიდი ხნის დავიწყებული. როგორც პიროვნულად, ასევე მისი ნაშრომი, იმიტომ რომ რეალიზმის ეპოქაში ვცხოვრობთ. ახლა მენშაიმერი საერთოდ ეს არის ოფენსივ რეალისტი, შემტევითი რეალიზმი და ფუკუიამას რაღაცა ცისფერი სათვალეებით დაწერილი წიგნი ყველას დავიწყებული აქვს. და ნუ ახლა ეს დასავლეთში ხალხმა ეს იცის, წაკითხულიც აქვს, გადაკითხულიც და მის საპირისპირო არგუმენტებიც მოსმენელი აქვს და შესწავლილი და ანუ გვიან მოდის რა ინფორმაცია სამწუხაროდ. და შესაბამისად ეს უპირატესობა მართლაც აქვს ემიგრაციას და როგორც ჩანს ეს რაღაც მათი პოზიციები, ხმები, განწყობები, მოკლედ ესე არის რა. ცოტა გარკვეული საფრთხის შემცველიც არის რაღაც თვალსაზრისით. ჰანტინგტონის რიმლენდ ჰარტლენდის დაყოფა ეს ხო მერე ის გახდა ბესტსელერი გახდა, მაგაზე აეგო მერე მთელი თანამედროვე გეოპოლიტიკა. ჰანტინგტონის ეს არის ანუ ეს ცივილიზაცია, ანუ ის რო ცივილიზაციები წარმოიქმნება, რახან იდეოლოგიები აღარ არის, გაქრა იდეოლოგიები და
დიდი სახელმწიფოები, სუპერ სახელმწიფოები არიან ცივილიზაციები, რომლებიც გამოაცხადებენ გარკვეულ პრეტენზიებს მის ჰეგემონის წინააღმდეგ. და აი ბჟეჟინსკი სწორედ ამაზე წერს, რომ ჰეგემონიის შენარჩუნება ამერიკის შეერთებულ შტატებს შეუძლია მხოლოდ მაშინ, თუ კი იგი ევრაზიას გააკონტროლებს კვლავ. და ეს რასაც ქვია რიმელენდის თეორია, ეს ეკუთვნის სპაიკმენს, ნიკოლას სპაიკმენს, რომელმაც თქვა, რომ ვინც აკონტროლებს რიმლენდს, ის აკონტროლებს მას ევრაზიას, ანუ World Island, მსოფლიო კუნძულს. და ვინც აკონტროლებს ამ მსოფლიო კუნძულს, იგი აკონტროლებს მსოფლიოს ბედს. და შესაბამისად ეს უფრო დახვეწილი თეორია, ვიდრე მაკინდერის თეორია. ეს არის უკვე დიდი ხანია ცნობილია, მთავარია, იმიტომ ვამბობდი ხო წინა გადაცემაში, რომ სპეციფიური ლიტერატურის კითხვა საჭირო იმისათვის, რომ მეტნაკლებად რაღაცა ესეთი ხელშესახები ანალიზი გააკეთო არსებული სიტუაციის და თუ ამ ლიტერატურასთან შეხება არ აქვს, ადვილია, რომ ესეთი მოწყვლადი იყოს ადამიანი გარკვეული პროპაგანდის მიერ. და ეს პროპაგანდა ახლა რომ ძალიან დახვეწილია და პროპაგანდა მას ედვარდ ბერნეის შეცვლილი აქვს ეს სიტყვა როგორც PR-ი, public relations. ნუ ესეც ცნობილი არის და მის წიგნში პროპაგანდა იქ პირველივე გვერდზე წერია, რომ ხელისუფლება არის მანიპულატორი საზოგადოების განწყობების და მათი მისი აზროვნების. ასე რომ პრობლემები არის და ეხლა უყურებ იმას, რა ქვია. ნიუსი გავცელდა, არ ვიცი სამდენად მართებულია, ამიტომ არ ვიტყვი ეხლა რა. ეს წერია, რომ ზელენსკი არ ეთანხმება იმ 28 პუნქტიან ხელშეკრულებას. კი, შესაძლებელია, იმიტომ რომ ეს იმას ნიშნავს, რომ ამას მოყვება ის, რომ მამხილებელი მასალები სერია 2 ალბათ რა. ზელენსკის გააჩნია ნეგატიური სუვერენიტეტი. ანუ მას შეუძლია ნებისმიერი გარიგება იქნება ეს ხელშეკრულება თუ რაღაც ჩაშალოს. მას ტრამპი ახლა ზელენსკის ვერ უბრძანებს ან სირსკის ან უკრაინულ ჯარს, რომ გაჩერდით, შეწყვიტეთ ბრძოლა, ნუ იბრძვით. ამას ტრამპი ვერ გააკეთებს. მას შეუძლია შეთავაზოს და ზელენსკი შეუძლია თქვას უარი. ანუ ეს იგულისხმება ამ შემთხვევაში ნეგატიური სუვერენიტეტი. და აქედან გამომდინარე, მაშინ თქვათ ტრამპი იტყვის, რომ მაშინ მე სრულად ხელები დამიბანია, შენ თუ არ მოდიხარ ჩემ ემაზე გარიგებაზე და თქვათ შესაძლებელია გარკვეული გადატრიალებაც მოხდეს. შესაძლებელია არც არაფერი არ მოხდეს და რუსეთის არმიას მიეცეს უფრო მეტი კარტ ბლანში, რომ უფრო მეტი ტერიტორია წაიღოს, უფრო მეტი უკრაინელი დახოცოს. ასე ანუ უკრაინის სიტუაცია გართულდება, რა თქმა უნდა. ნებისმიერ შემთხვევაში სიტუაცია უკრაინის გართულდება, რა, კარგი არაფერი არ იქნება. გინდა ისე, გინდა ასე. შეგვიძლია რაღაც მიუსამძიმროთ და უთანაგზნოთ ამ ადამიანებს პირველ რიგში ის, რომ ასეთი ხელმძღვანელობა ყავს. სამწუხაროდ. დიახ. ლევან, ემიგრაციაზე დაკავშირებით რა შეგიძლია კიდე რომ დაამატო დასასრულისკენ და მე მგონი ყველა აქტუალური თემა გავიარეთ. სადაც სურდა საუბარი. მე ისევ და ან რამე სხვა რამეზე თუ სურს კიდე თორემ ჩამოწერილი ბევრი რამ გვაქვს, მაგრამ იცი რა მე უფრო საუბარი სურს ალბათ შემდეგი გადაცემისთვის მოგვეცემა საშუალება გარკვეული გამოსავლის ძიებაზე, აი რა შეიძლება იყოს ისეთი ჩვენ ვისაუბრეთ თქვათ შერიგების ფორმულაზე აფხაზებთან, როგორ შეიძლება მოხდეს, მაგრამ მომავალში ვიტოვებ იმედს, რომ შეგვეძლება ვისაუბროთ გარკვეული გადარჩენის ფორმულაზე, როგორ შეიძლება სახელმწიფო გადარჩეს და რაც შეეხება ჩემი მოსაზრება, რა თქმა უნდა, რომ ისე კარგი სათაური გამოვიდა.
ანუ ეს მე მგონი სალაპარაკოა მე სხვა ეთერებშიც მithქვამს ეს და შენთანაც სიამოვნებით ამაზე ვილაპარაკებთ. ანუ ემიგრაციას უსურვებ დიალოგს, იმიტომ რომ ხვალ სხვათა შორის დიდი სტუმრიანობა მაქვს, გიორგობა არის, მინდა მიულოცო შენს მაყურებლებს ამერიკაში ყველას ჩვენს დებს და ძმებს მიუხედავად მათი პოლიტიკური პლატფორმებისა გიორგობა და რა ვიცი წმინდა გიორგის რა ვითხოვოთ რომ დაიცვა საქართველო და დაგვიცვას ჩვენ ერთმანეთისაგან თუ კი ჩვენ გონებას დავკარგავთ რაღაც მომენტში და ერთმანეთს დაუპირისპირდებით. აი ეს იქნება ყველაზე დიდი ტრაგედია რომ ჩვენ ერთმანეთს მაგალითად ემიგრაციაში დაუპირისპირდებით. მე დიდი ხანი აქვს ხურობ და ერთი ადამიანისთვის არ მიწყენინებია არასოდეს და არც ვინმეს რაიმე აუგი უთხოვს ჩემთვის. და ამის შენარჩუნებას ვცდილობდა. ხვალ დიდი სტუმრიანობა მექნება და იქნებიან ყველანაირი პლატფორმის ადამიანები და ლამაზად და მშვიდად გავივლით ამ ცხინვალე დღესასწაულს და ისევ დავრჩებით მეგობრები. ასე რომ ძალიან კარგი. აი ზუსტად ჩვენ თვითონულმა ჩვენი საკეთებელი ვაკეთო და მე განგების და უფლისნება მაინც არა. ჩვენი ვაკეთოთ, აი რასაც შენ ახლა გააკეთებ ხვალ. რასაც მე დავუშვათ ჩემი მწირი საქმიანობით სურს რომ რაღაცა სახჭკუაზე ან ერთჭკუაზე უბრალოდ ახლა სახჭკუა კიდე ესეთია რა. ერთჭკუაზე დავდგეთ და ასე შემდეგ რა და მოკლედ დამდე გიორგობას გილოცავ. შენ ლევან დამდე გიორგობას გილოცავ. პატრიცემოლო მაყურებლებო და მსმენელებო და ეს ერთგვარი ესე ვთქვათ სალონური საუბარი იყო. ლევანმა შესანიშნავი ინტელექტუალური საუბარი შემოგთავაზა და რასაც ჩვენ გავაგზელებთ, ამას უკვე ციკლური ხასიათი მიეცემა, თემები უამრავია და მოკლედ ყველას კიდევ ერთხელ დიდი მადლობა და დროებით გემშვიდობებით, საუკეთესო სურვილებით. ნახვამდის.